საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს. დღეს ჯგუფის დასკვნითი მატჩია, სადაც გადაწყდება თუ ვინ მოხვდება პლეი-ოფში. ჩვენი ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება. საქართველოს ორი მატჩის შემდეგ ერთი მოგება და 3 ქულა აქვს. პორტუგალია 4 ქულით ჯგუფის ლიდერია, ასევე 4 ქულა აქვს საფრანგეთს. რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე და როგორია განწყობა მნიშვნელოვანი მატჩის წინ? სლოვაკეთიდან დავით ბანანაშვილი გვიამბობს. დაახლოებით საათნახევარი დარჩა საქართველოს პორტუგალიის მატჩის დაწყებამდე. ჩვენ ქალაქ ტრენჩინში ვიმყოფებით და სწორედ აი ამ სტადიონზე გაიმართება დღევანდელი ძალიან პრინციპული დაპირისპირება. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ტურის შემდეგ აქვს 3 ქულა და რამას ვანაძის გუნდი ჯერჯერობით ინარჩუნებს შანსს შემდგომ ეტაპზე მოხვედრის. ამისთვის კი საჭიროა დღეს მხოლოდ გამარჯვება და 3 ქულა მოიპოვოს საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა და ავიტოვოთ იმედი, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ფეხბურთელები შეძლებენ. რაც თავარია განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. მოთამაშე, ვინც კი მოედანზე გავა, რა თქმა უნდა დაიხარჯება 100%-ით, ამაზე ისაუბრეს თავად ფეხბურთელებას და მწვრთნელებმაც მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ასევე გულშემატკივრებში და ექსპერტებში არის საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა. ჩვენ ვართ გუნდი, თავის მსვლელიანად, თავის ბიჭებიანად, თავის შემადგენელი ნაწილად, ჩვენ ვართ გუნდი, მართლა მაგარი გუნდი ვართ რა. და თან ამ ბოლო დროს პორტუგალიას უგებთ ხოლმე. ეგაც კარგია ფსიქოლოგიურად და რაც თავარია, ბიჭები არიან ზად საბრძოლოდ. ეს ბიჭები მათ უკვე ირწმუნეს თავის, მათ ისინი მიხვდნენ, ყველასთან შეიძლება ბრძოლა, მათ შორის იმ ვარსკვლავურ საფრანგეთთანაც და ნახეთ როგორი პატარა იღბალი დაგვაკლდა და რაღაცა პატარა ნიუანსება გადაწყვიტა თამაშის ბედი. იბრძოლებენ ჩვენები, რაც დავაკვირდი ახლა პორტუგალიის ნაკრების ყველა გოლი ვნახე, ყველა გოლი გაიტანეს პოლონეთთან კონჩეტევებით. რა თქმა უნდა ახლა რამასვანაძე ჩვენზე უკეთესად ნახავდა და გაანალიზდა ყველაფერ ამას. მოკლედ აქვეც ვეთქვი მე ჩვენს ტელემაყურებელს, რომ საქართველოს ნაკრებებს ზოგადად ასაკობრივე საკმაოდ დადებითი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა აქვს პორტუგალიასთან. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველოს მომასპინძლა, სწორედ პორტუგალიის ნაკრებს მოუგეთ 2-0 ახალგაზრდულ ნაკრებს და იმედია ეს სასიამოვნო ტრადიცია ეხლაც გაგრძელდება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, საკმაოდ რთული მატჩი იქნება. მოკლედ საღამოს 8 საათიდან თბილისის დროით, სწორედ ტრენჩინში აი ამ მოედანზე საქართველოს და პორტუგალია ითამაშებენ და გაარკვევენ ერთმანეთში. უძლიერეს იმედია ეს უძლიერეს საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გამოდგება და ჩვენი ბიჭები შეძლებენ მეოთხედ ფინალის აგზურის მოპოვებას.